ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ხალხის ნაკადი არ წყდება, ათასობით მოქალაქე ცდილობს პატივი მიაგოს იმ ადამიანის ხსოვნას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერისერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო იყო. ხალხმრავლობა როგორც ტაძრის შიგნით, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოში 22 მარტის ჩათვლით გლოვაა გამოცხადებული. სამებაში იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი ნანა გოგატაძეა პირდაპირ ეთერში გისმენთ ნანა. გლოვობს საქართველო და გლოვობს მსოფლიო საქრისტიანო სამების საკათედრო ტაძრის კარი კი 24 საათის განმავლობაში არის ღია და სწორედ ეს არის ის ტაძარი, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში იქნება ყველაზე ხალხმრავალი ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით, ვინაიდან სამების საკათედრო ტაძარში დღეს დილიდან არის რიგები და მრევლი დილიდან იკრიბება მართლმადიდებელი ქრისტიანები სწორედ იმისთვის, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს პატივი მიაგონ და გამოემშვიდობონ და აქედან გამომდინარე ათასობით და 10,000-ობით ადამიანი მოემართება სწორედ ამ გზაზე. ცოტა ხნის წინ სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, ასობით ექიმი, რომლებმაც ასევე პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. ტაძრიდან კი ისმის მხოლოდ და მხოლოდ ლოცვისა და გალობის ხმა. რაც შეეხება მათ განცხადებებს და ემოციებს, ბუნებრივია, ყველას ემოცია არის ძალიან რთული. აქ შეკრებილი მრევლი ადამიანები იხსენებენ წარსულს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც მათივე თქმით ერი და ბერი გააერთიანა. ჩვენ აქ მოვედით, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს პატრიარქს. მისი სიკეთე, სიმშვიდე, სითბო ყოველთვის გვაძლიერებდა. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს დაობლებას. ყველა დიდი განსაცდელის დროს ყველას გულში ყავდა დიდი იმედი პატრიარქის სახით და ახლა გვეყოლება ანგელოზი, რომლის იმედი სულ გვექნება. ეს არის ჩვენი ქვეყნის დაობლება, ის იქნება აი ამ მდგომარეობამ აზრი მოგვიყვანოს ჭკუაზე, გვიყვარდეს ერთმანეთი, რაც დაგვიბარა პატრიარქმა ანდერძად. გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისთვის. პატრიარქის ოცნება იყო, რომ ეს ერთსულოვნება ყოფილიყო ხალხში. აი ეს დავინახე მე აი აქ. და ამისთვის პატრიარქს ძალიან დიდ მადლობას ვწირав. დაწყებული მქონდა მე თითქმის უკვე ეკლესიური ცხოვრება, როდესაც პატრიარქს შევხვდი და პირველი შევხვდი გელათში. და გელათში როდესაც შევხვდი, მან უკვე მე იქიდან მიყოლებული მომცა კურთხევა და მის მერე პატრიარქმა ძალიან ბევრად ითამაშა დიდი როლი. ყოველთვის ყველას ეუბნებოდა, რომ ღვთის იმედი იქონიეთ, ღმერთი ყოველთვის ყველას გვერდში დაგიდგებათ და მართლაც ძალიან თბილი, როგორ გითხრათ, თბილი დამოკიდებულება მაქვს, ვერ გადმოვცემ იმ სიყვარულს. ილია მეორეს გახლავთ მთელი ეპოქა ჩვენი ქართული საზოგადოებისთვის და ზოგადად ქრისტიანული სამყაროსთვის. ჩვენ ქეთს ვიხრით მისი წმინდა ხსოვნის წინაშე და იმ დიდი ღვაწლის წინაშე, რომელიც მან გასწია 59 წლიანი პატრიარქობის პერიოდში, თითქმის ნახევარი საუკუნე იყო ის საჭეთმყრობელი ივერიის უძველესი ეკლესიისა და თქვენ ხედავთ ეკლესიის გაცოცხლების, აღორძინების და შეიძლება ითქვას, რომ ახალი სულის შთაბერვის უპრეცედენტო მაგალითს. მის უწმიდესობას პატივს მიაგებს საქართველოს თითქმის ყველა მოქალაქე განურჩევლად ეროვნებისა, ეთნოსისა თუ მწამსისა. მე კიდევ ერთხელ ქეთს ვიხრი მისი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდი მას როგორც რიგითი სასულიერო პირი იმ მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის. სამების საკათედრო ტაძარში ხალხის ნაკადი არ წყდება და ყველას ბუნებრივია სურს, რომ პატივი მიაგოს ილია მეორეს. აქ იმყოფებოდა უკვე ჯანდაცვის მინისტრი და ცოტა ხანში ელოდებიან უკვე პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებსაც. ასევე დღეს ზუსტად 2 საათში დაგეგმილია პატრიარქის ნათლულების მსვლელობა, რომლებიც ფეხით გადმოინაცვლებენ უკვე სამების საკათედრო ტაძარში. მადლობა სამებიდან ნანა გოგატაძე იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 22 მარტს თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. სიონში დღეს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო იმყოფებოდა. იმსჯელეს საორგანიზაციო საკითხებზე. კადრები ექსკლუზიურად კურიერი პიესმა გადაიღო.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის სასახლეზე ილია მეორის ბანერი განთავსდა. სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პატრიარქის ბანერები ასევე განთავსდება ადმინისტრაციულ შენობებზე ქვეყნის მასშტაბით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით. სპეციალურად შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით მგზავრებს უფასოდ მოემსახურება საქართველოს რკინიგზაც. გავრცელდა ინფორმაცია და განრიგი 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით. ბილეთების აღება შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. ბილეთების გაცემა 5 საათზე დაიწყო. სარკინიგზოს გარდა დამატებითი რეისები შესრულდება საავტომობილო ტრანსპორტითაც. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ტრანსპორტთან დაკავშირებით. თბილისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება სრულიად უფასო მგზავრებისთვის, ასევე დაინიშნება დამატებით მარშრუტები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით, რომელიც ასევე უფასო იქნება მგზავრებისთვის. ასევე საქართველოს რკინიგზა ამავე რიცხვებში უფასოდ მოემსახურება მგზავრებს. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ გაუადვილოთ ჩვენს მოქალაქეებს 21-22 მარტს შაბათ-კვირას თბილისში ჩამოსვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება. ჩვენი პატრიარქის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის სურვილებისათვის 21 და 22 მარტის ჩათვლით ჩვენი რეისების თბილისის მიმართულებით ყველა ეს რეისები შესრულდება მგზავრებისთვის უფასოდ, ასევე ჩვენ გავაკეთეთ დამატებითი რეისები ზუგდიდიდან, ფოთიდან და ბათუმიდან. შესაბამისად ეს რეისები ამ პერიოდში შესრულდება მგზავრებისთვის უფასოდ. შაბათს და კვირას 21 და 22 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, როგორც მეტრო, ასევე ავტობუსი, ასევე მიკროავტობუსები იმოძრავებენ უფასოდ. მგზავრთა გადაყვანა განხორციელდება უფასოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებას და დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის მიერ. როგორც შაბათს, ასევე კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში. რეგიონებიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე დასწრების მსურველები უფასო ტრანსპორტით ისარგებლებენ. კახეთის გუბერნატორის განცხადებით, სამოქალაქო პანაშვიდზე და დაკრძალვაზე წასვლას ორგანიზებული ხასიათი ექნება. მანამდე კი პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა თელავში, ერეკლე მეფის სასახლის კარის ეკლესიაში. ვიზიარებთ მწუხარებას ეს თელიერის მწუხარება. ჩვენი პატრიარქი არის ისეთი ადამიანი, რომელშიც გაერთიანდა მეცნიერება და რელიგია, ასევე საქართველოს სიყვარული და მაგალითია თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს და მით უმეტეს სამღვდელო მღვდელმთავარს პატრიარქს თავისი სამშობლო და ქვეყანა არასოდეს არ დაუხევია უკან განსაცდელების ჟამის დროს მით უმეტეს. ამ დრომდე აქტიურად ვემუშავებით სხვადასხვა სამთავრობო უწყებას, კახეთის 8 მუნიციპალიტეტს და კახეთის რეგიონში შემავალ ეპარქიებს, იმისათვის რომ მივიღოთ ინფორმაცია, რამდენ ადამიანს აქვს ტრანსპორტირების სურვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე წაბრძანების თბილისში. შესაბამისად ჩვენ განისაზღვრება გარკვეული ლოკაციები და ადგილები, განისაზღვრება ტრანსპორტის ოდენობა. სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ჩამოთვლილია ის ქუჩები, რომლებზეც ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. რაც შეეხება ქვეითად მოსიარულეებს, მათ მეტროსადგურ ავლაბრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ასვლა მესხიშვილის ქუჩის გავლით შეეძლებათ, ხოლო უკან ჩამოსვლა გონაშვილის ქუჩით. პროცესში ჩართულია თბილისის მერიაც.
ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ავლაბრის მოედნიდან მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩებზე. სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით, ახვლედიანის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით, საინგილოს ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით, გორკის და ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით, წურწუმიას ქუჩიდან გურჯაანის ქუჩის მიმართულებით. გადაადგილება ასევე აკრძალულია მესხიშვილისა და გონაშვილის ქუჩების მიმართულებით, დმანისის, ვახტანგ მე-6-ის, ავლაბრის, ირბახისა და ცისკრის ქუჩებიდან. უკვე ცნობილია, რომ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება. ინფორმაცია კურიერს საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად დაუდასტურეს. პატრიარქის ანდერძის თანახმად მას კვირას 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ, იქ სადაც მან მრავალწლიანი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი წლები გაატარა. კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წყებსის გარდაცვალება გახდა ძალიან დიდი წუხილი სხვადასხვა ავტოკეფალური ეკლესიებისთვისაც. ჩვენ მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმიდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია. თითქმის დადასტურდა ცნობა, რომ საქართველოში სტუმრად ჩამოვა მისი ყოვლადუწმინდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ბართლომეოსი, რომელიც მას, რა თქმა უნდა, წაუკითხავს მიცვალებულის მსახურებისათვის დაკავშირებულ ლოცვას და აღავლენს აი ამ მართლმადიდებლურ მსახურებას. ამავდროულად სხვა დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან კონკრეტული სია ალბათ გამოქვეყნდება და ყველასათვის გახდება აუცილებლად ცნობილი სულ მალე. სავარაუდოდ მთავარი მსახურება, წირვა და წესისაგება აქ შესრულდება და ამის შემდეგ მოხდება სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და იქ დაკრძალვა. მანამდე სამების საკათედრო ტაძარში მრევლს 24 საათის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა, რომ მობრძანდნენ რამოდენიმე წუთში, თუნდაც მაქსიმუმ 1 საათში ნებისმიერ ადამიანს შეძლებს მის უწმინდესობასთან მიახლებას. ჩემს ცხოვრებაში რაც ყველაზე მნიშვნელოვანი მღვდლობა, თავად უწმინდესმა თქვა, რომ მღვდლად უნდა ვეკურთხებინა და ალბათ ეს დღე არის ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული და ასევე ერთი წელი იყო თითქმის გასული, რომ უცებ ასე დამიძახა ხარების დღესასწაულზე და არქიმანდრიტის წოდება მომანჭა. მე მიხარია, რომ მასთან ურთიერთობა მქონდა წლების განმავლობაში. საქართველოს სამძიმრის წერილებს მთელი მსოფლიოდან იღებს. ცოტა ხნის წინ სამძიმრის წერილი გავრცელა იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ. ღრმა სამძიმარს უცხადებთ საქართველოს მოძმე 60 კილო მართლმადიდებელ ეკლესიას მისი ნეტარი მწყემს მთავრის გარდაცვალების გამო, რომელიც იყო სარწმუნოების, სათნოებისა და ქრისტეს მიმართ ერთგულების განსახიერება. ის სიბრძნით, სიმშვიდეთა და მამობრივი მზრუნველობით ემსახურა მისთვის მინდობილ ეკლესიას, ვინაიდან ჩვენ რეგიონში არსებული საომარი კრიზისის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ. წარმოგზავნით ჩვენ წარმომადგენელს, წერს თეოფილე მესამე. ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი სამძიმარს უცხადებს წმინდა სინოდს, სამღვდელოებასა და მრევლს და ღმერთმა განუსვენოს მის კეთილშობილ სულს მართალთა სავანეში იყოს მისი ხსენება მარადის, წერს მთავარეპისკოპოსი. სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ბელგრადში, სერბეთის საპატრიარქოს სამლოცველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მისმა უწმინდესობამ სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, წმინდა სინოდს და ქართველ ხალხს. პატრიარქის მოსაყდრეს მიტროპოლიტ შიო მუჯირს, წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს ოფიციალური სამძიმრის წერილი გაუგზავნა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა. ვევედრებით უფალს, რათა განუსვენოს თავისი ერთგული მსახურის სულს და მართალთა შორის დაამკვიდროს. ინებოს უფალმა და ნუგეში მისცეს საქართველოს ეკლესიას, წერს იგნატიოს აფრემ მეორე. რენესანსის ეპოქის პატრიარქი ასე იხსენიებს კვიპროსის ეკლესია უწმინდეს და აღნიშნავს, რომ ილია მეორემ პატრიარქის ტახტი საქართველოს ეკლესიისთვის უაღრესად რთულ დროს დაიკავა. კვიპროსის ეკლესია ღრმა მწუხარებით იზიარებს საქართველოს ეკლესიის ტკივილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო. საბჭოთა კავშირის უღმერთო კომუნისტურმა არეულობამ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია ძალით წაართვა. ილია მეორის ხელმძღვანელობით ქართული ეკლესია ხელახლა დაიბადა და საზოგადოებაში თავისი ცენტრალური როლი დაიბრუნა. მისი სიყვარული კვიპროსის ეკლესიის მიმართ ყველაზე ნათლად გამოიხატა მისი მომლოცველობითი ვიზიტის დროს ჩვენს კუნძულზე. მისმა უნეტარესობამ პატრიარქმა სულიერ მემკვიდრეობად დატოვა სიტყვები: ვლოცულობ კვიპროსის მშვიდობის, სიყვარულისა და ერთიანობისთვის.
ქვეყანას სამძიმარს მსოფლიო ლიდერების განაციღებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. პატივცემულო პრემიერო დიდი მწუხარებით შეუტყვე, რომ 17 მარტს ღამით გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. თურქი ხალხის და ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენ აღმატულებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს ნათქვამია წერილში. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ყობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სომეხი ხალხის სახელით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო პრემიერს და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. სამძიმრის წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს გამოუგზავნეს აზერბაიჯანელმა და სომეხმა კოლეგებმა. ყოველთვის დიდი პატივისცემით გავიხსენებთ მის უწმინდესობას, ილია მეორის გაწეულ საქმიანობას კაცობრიობის საკეთილდღეოდ. მის წვლილს კავკასიაში მშვიდობის, სოლიდარობისა და რელიგიათა შორისი დიალოგის ხელშეწყობაში, ასევე ჩვენ ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების გამტკიცებისკენ მიმართულ მის დიდ ძალისხმევას, წერს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სახელით, ასევე ჩემი სახელით გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ და ჩვენ კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან. ის იყო რწმენის საგნელი და ქართველი ხალხისთვისა და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო, ნათქვამია სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის სამძიმრის წერილში. ამ წუთებში თქვენ პირდაპირ ეთერში ხედავთ კადრებს, რომელსაც ჩვენ სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან ვიღებთ. თქვენ ხედავთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე ოჯახის წევრებთან შულთან ერთად მივიდა პანაშვიდზე, რომელიც 24 საათიან რეჟიმში გრძელდება სამების საკათედრო ტაძარში. მასთან ერთად იმყოფებიან მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დავინახეთ და ასევე კახი კალაძე, საქართველოს თბილისის მერი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ისინი ახლა შევიდნენ ტაძარში, სადაც პანაშვიდი გრძელდება 24 საათიან რეჟიმში და სადაც ათასობით მოქალაქე მიდის იმისთვის, რომ პატივი მიაგოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას. წმინდა საყდრის ოფიციალური საინფორმაციო პორტალი ვატიკან ნიუსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებას გამოეხმაურა. გამოქვეყნებული სტატია ძირითადად ეძღვნება ილია მეორის ურთიერთობებს რომის პაპებთან. გამოცემა იხსენებს საქართველოს პატრიარქის ისტორიულ შეხვედრებს იოანე პავლე მეორესთან 1980 წელს ვატიკანში, როდესაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი პირველად ეწვია ვატიკანს რომის ეპისკოპოსთან მშვიდობის ამბორის გასაცვლელად. ასევე იხსენებს პაპ ფრანცისკესთან შეხვედრის დეტალებს, როდესაც რომის პაპს უწმინდესმა საქართველოში უმასპინძლა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და რომის ეკლესიას დღეს ეძლევათ შესაძლებლობა ქრისტეს დიდებისთვის კვლავაც განამტკიცონ ის სამოციქულო ძმობა, რომელიც მათ აერთიანებთ, წერია სტატიაში. ეპოქალური ფიგურა, ასე მოიხსენებენ წამყვანი საერთაშორისო გამოცემების სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. მსოფლიო მედია საუბრობს იმ დამსახურებაზე, რომელიც ილია მეორის მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებაში მიუძღვის. ასევე ხაზგასმულია მისი გადამწყვეტი როლი ეროვნული იდენტობის განმტკიცებასა და შენარჩუნებაში პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის რთულ პერიოდში, როდესაც უწმინდესი ერის მორალურ ორიენტირად და სტაბილურობის მთავარ გარანტად იქცა. პუბლიკაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მის საერთაშორისო გავლენას და უპირობო ავტორიტეტს, რომელიც მას მთელ ქრისტიანულ სამყაროში ჰქონდა. და ახლა დღის სხვა ამბები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილება არასაემიგრაციო ვიზების გადაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე საქართველოს მოქალაქეების მხრიდან სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება. კურიერის კითხვის პასუხად უწყებაში აცხადებენ, რომ ცნობილია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში და ეს გადაწყვეტილებაც არის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს მკაცრად დაიცვან ამერიკის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან ამ საკითხზე. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1 და B2 ვიზის მოთხოვნებს, დააკისრებათ $15,000-მდე ოდენობის დეპოზიტის გადახდა.
ჩეხეთი უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებას გეგმავს. უცხოური კავშირების მქონე პირთა რეგისტრაციის შესახებ კანონ პროექტის ტექსტი უკვე გამოქვეყნდა. ყველა ორგანიზაცია, მათ შორის სამთავრობო უწყებები, რომლებიც ევროკავშირის ფონდებიდან ან სხვა ქვეყნებიდან იღებენ გრანტებს, ვალდებულნი იქნებიან დარეგისტრირდნენ სპეციალურ მონაცემთა ბაზაში. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კანონ პროექტის შეჩერებას ითხოვენ. ლიბერალურმა ოპოზიციურმა პარტიამ კანონს რუსული კანონის ასლი უწოდა. უცხოეთთან კავშირის მქონე სუბიექტების რეგისტრაციის შესახებ პროექტის თანახმად ყველა ორგანიზაცია, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებიც, რომლებიც გრანტებს ევროკავშირის ფონდებიდან ან სხვა ქვეყნებიდან იღებენ, სპეციალურ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას დაექვემდებარება. პროექტი ითვალისწინებს ჯარიმებს 15 მილიონ კრონამდე ან ორგანიზაციის შემოსავლისა თუ ბრუნვის 10%-მდე ოდენობით. დოკუმენტის თანახმად იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან და უცხოეთიდან ფინანსდებიან, სავალდებულო ხდება ამ ფაქტის გამჭვირვალედ მითითება. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას შეწყვიტოს კანონ პროექტის მომზადება. ლიბერალურმა ჩეხეთის მეკობრეთა პარტიამ კანონს რუსულის ასლი უწოდა. ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი სახალხო პარტია მარტა კოსის გამოკითხვას ითხოვს. ჯერჯერობით უცნობია რა სიტყვის თავად კოსი, თუმცა ევროპელი დეპუტატები ირწმუნებიან, რომ მათ აქვთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ კოსი 80-იან წლებში იუგოსლავიაში კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. IPP ევროკომისიის პრეზიდენტის მშობლიური პარტია მედია წერს, რომ ახლა ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა მარტა კოსა და ურსულა ფონ დერ ლაიენ შორის დაპირისპირება არსებობს. მარტა კოსის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ ის 10 წლეულების წინ ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა, განცხადებები უკვე რამდენიმე თვეა ისმის. საქმე ეხება ბრალდებებს, რომელთა მიხედვითაც კოსი 10 წლეულების წინ ყოფილი იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა. კოსმა 2024 წელს პარლამენტში მისი კანდიდატურის დამტკიცებისას უარყო აღნიშნული მტკიცებები, თუმცა ბრალდებები გასულ კვირას კვლავ წამოიჭრა. ევროპის სახალხო პარტიის წევრი ევროპარლამენტარის მხარდაჭერით IPP ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკური ოჯახია. ბრალდებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სლოვენიელმა ევროპარლამენტარმა და IPP-ის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა გასულ კვირას ევროკომისიას წერილი გაუგზავნა. ის ამტკიცებს, რომ ფლობს ახალ მტკიცებულებებს კოსის იუგოსლავიის დაზვერვასთან თანამშრომლობის შესახებ. სტრასბურგში პარლამენტში ტომცმა წარადგინა სლოვენიელი ავტორის იგორ ომერზას წიგნი, რომელიც შეიცავს დოკუმენტებს, რაც მათი თქმით ადასტურებს კოსის მუშაობას იუგოსლავიის ჯაშუშურ სააგენტოში. თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალს კადრებს სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პანაშვიდი. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ოჯახის წევრებთან ერთად, დედაქალაქის მერი კახი კალაძე, ასევე მეუღლესთან და შვილებთან ერთად, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ახლა სავარაუდოდ პანაშვიდს აღავლენენ სასულიერო პირები, თუ არ ვცდები, ჩვენ ვუსმენთ მეუფე შიოს ხმას და მანამდე კი, როგორც იცით, მას შემდეგ რაც პატრიარქი გადაასვენეს სამების საკათედრო ტაძარში 24 საათის განმავლობაში, როგორც დღის ასევე ღამის განმავლობაში გრძელდება საყოველთაო პანაშვიდი, სამოქალაქო პანაშვიდი, მოქალაქეები მიდიან და პატივს მიაგებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას. Mama sada zersa, da zmina
სასულსა შენ ხარ ღმერთი რომელიც დახედოჯოხერთან დადახსენ სალმოვანი შესვენებულთანი განაგზობ გამოშვებას კურიერის ბოლოს ჩვენ კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით სამების საკათედრო ტაძარს, სადაც პანაშვიდი გრძელდება. ევროპის სახალხო პარტიამ დაარსების 50 წლის თარიღთან დაკავშირებული სამიტის შემდეგ გამოაქვეყნა სტრატეგიული დეკლარაცია, რომელიც არსებული გეოპოლიტიკური კრიზისების გადაჭრის გზებს განსაზღვრავს. დოკუმენტში საერთოდ არ არის ნახსენები რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა და არც მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ფართომასშტაბიანი ომია დაგმობილი. სანაცვლოდ დოკუმენტში ევროპის სახალხო პარტიას ყურადღება უკრაინის შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე გადააქვს. კერძო ტექსტში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ უკრაინის მდგრადობა პოლიტიკურ ერთიანობას, პლურალიზმს და ინსტიტუციურ ბალანსს საჭიროებს, რადგან ომის პირობებშიც კი სამართლის უზენაესობის დაცვა ფუნდამენტურ საკითხად რჩება. ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში დგას მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოების დაცვის აუცილებლობაც. ქვეყანის ევროკავშირში გაწევრიანება კი დამსახურების პრინციპით უნდა განისაზღვროს. აღსანიშნავია, რომ პარტიის სამიტზე უკრაინას მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო წარმოადგენდა. უნგრეთის პრემიერი აცხადებს, რომ ევროკავშირში პროუკრაინულ გადაწყვეტილებებს მხარს არ დაუჭერს, სანამ დრუჟბას ნავთობსადენით უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება არ აღდგება. განაცხადა ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე. მისი თქმით, სხვა ვარიანტი არ აქვს. მხარს არ დაუჭერს უკრაინისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან 90 მილიარდი ევროს ოდენობის ცეცხლის გამოყოფას. სხდომის დაწყებამდე რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისაუბრა ბელგიის პრემიერმა. უნგრეთის პოზიცია მარტივია. ევროკავშირში პროუკრაინულ გადაწყვეტილებებს მხარს არ დაუჭერ, ვიდრე დრუჟბას ნავთობსადენით უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება არ აღდგება. ჩვენ მზად ვართ უკრაინას მხარი დავუჭიროთ, როგორც კი მათ მიერ დაბლოკილ ნავთობს მივიღებთ. ეს პოლიტიკური თამაში ან ხუმრობა არ არის. ზელენსკიმ უნდა გაიგოს, რომ ეს თამაში არ არის. უნგრეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ნავთობი მივიღოთ. მარადიულ მტრობაში ცხოვრება თუ ნორმალიზაციისკენ სწრაფვა. თუ ასე დავსვამთ საკითხს, რა თქმა უნდა, მიზანი ნორმალიზაცია უნდა იყოს. გეზი უცვლელია უკრაინის 100%-იანი მხარდაჭერა და რუსეთზე 100%-იანი ზეწოლა, თუმცა ამავდროულად მოლაპარაკებებიც. ჩვენ უნდა გქონდეს მოლაპარაკებების სტრატეგია. დაუშვებელია ჩვენი განზრახვა იყოს ომის წლობით გაჭიანურება, თუ კი საბოლოოდ მაინც მოლაპარაკებებამდე მივალთ. ისრაელის საავადმყოფო ძალებმა ირანის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, მათ შორის ობიექტებს, რომლებიც დაკავშირებულია სამხრეთ პარსის ბუნებრივი აირის საბადოსთან. პარალელურად სახალისა და პენტაგონის ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში იერიშები განხორციელდა ირანის შიდა უსაფრთხოების ობიექტებზე, ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის, ბასიჯისა და სამართალდამცავი ორგანოების ცენტრებზე, თეირანში, ალბურსსა და ლორესტანში. Wall-Street Journal წერს, რომ ომში ისრაელმა და ამერიკამ ირანში პასუხისმგებლობის ზონები გადაინაწილეს. ამერიკელი სამხედროები იარაღის მწარმოებელ და სამრეწველო ობიექტებზე არიან ფოკუსირებულები, ისრაელის ძალები კი რეჟიმის შიდა სტრუქტურებზე. ცნობილია ისიც, რომ პენტაგონმა თეთრსახლს მოსთხოვა მიმართოს კონგრესს და სამხედრო კამპანიისთვის 200 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება მოითხოვოს. ინფორმაცია Washington Post-მა გაავრცელა. დარტყმებს განაგრძობს ირანიც. კატარში რაზლაფანის სამრეწველო ზონაში მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგაზის კომპლექსი ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდა. თავდასხმის სამიზნე გახდა ისრაელიც, დაღუპულია 1 ადამიანი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ 16 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ქალ ბრალდებულს კი 7,000 ლარიანი გირაო. საერთო ჯამში დღეს 17 პირის პროცესი გაიმართა. სპეცოპერაციის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აჭარაში 72 პირი 3 დღის წინ დააკავეს. ჩვენი შემდგომლობა იყო, რომ საერთოდ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო ბრალდებული, საერთოდ არანაირი აღკვეთი ღონისძიები არ შეფარდებულიყო, თუმცა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შემდგომლობა და დააპატიმრა ყველანი უკლებლიო. ის მტკიცებულებები, რაც დღეის მდგომარეობით სასამართლოში იქნა წარდგენილი მოპოვებულია,
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რაც ადასტურებს ბრალდებულების მხრიდან კონკრეტული ქმედების ჩადენას, რაც შემდგომში შეფასდა კონკრეტულ ქმედებად, კვალიფიკაციად და აღნიშნული საფუძველზე წაეყენათ მათ ბრალი, რასაც პირველია არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც დღის მდგომარეობით გამოყენებული იქნა აღკვეთის ღონისძიება, ხოლო გაგრძელდება შემდგომში სასამართლო განხილვის სხვადასხვა სტადია და ბრალდების მხარე დაადასტურებს იმას, რომ ბრალდებულება ნამდვილად ჩაიდინეს მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედება. გიგავალიანის საქმეზე დაკავებული სამბრალდებულის რიკაზე გაბაშვილი ჩიქოვანის პროცესი გაიმართა დღეს საქალაქო სასამართლოში. პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე გამოკითხეს. ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა ჯამში 4 პირი აიყვანეს, მათგან ერთს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ხოლო კიდევ 2 არასრულწლოვანს გამოძიება ედაება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. აიგითხნენ მოწმეები გიგავალიანის თავდასხმასთან დაკავშირებით. აღნიშნული პირები გახლავთ თემქის ახალგაზრდა ბიჭები, რომლებსაც პირველი შემხებლობა ჰქონდათ დაზიანებულ გიგავალიანთან, როდესაც მათ იხილეს უკვე უგუნო მდგომარეობაში მყოფი, თავდასხმის შემდგომ დაზარალებული და სადეს მისი დახმარება. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, დაეხმარნენ სამედიცინო დახმარებას ავტომანქანაში დაზიანებული გიგავალიანის გადაყვანაში და შემდგომ შესაბამის კლინიკაში ტრანსპორტირებაში. აღნიშნულმა პირებმა დაადასტურეს ის, რომ გიგავალიანი იყო უგუნო მდგომარეობაში. ამ დროს მას უკვე მიყენებული ჰქონდა დაზიანებები. ეს დაზიანებები მართალია ამ მოწმეთა განმარტებით არ იყო მათთვის ხილული, თუმცა კომისიური სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ცალსახად დასტურდება, რომ ამ დროს თავდასხმის შედეგად გიგავალიანს შუბლის არეში უკვე მიყენებული ჰქონდა ძალიან მძიმე სახის დაზიანება, რომელიც საბოლოოდ კავშირში აღმოჩნდა მის გარდაცვალებასთან. ლევან ჟანგოლოძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე დღეს მორიგი პროცესი გაიმართა. სასამართლომ დღეს ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ეპიზოდზე იმსჯელა. პროცესზე დაცვის მხარის 2 მოწმე გამოიკითხა. ჟანგოლოძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულია გელა უძილაური, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მკვლელობის შემკვეთად კი საგამოძიებო უწყებამ ოთარ რომანოვ ფარცხალაძე დაასახელა, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. ჩვენ კიდევ გვაქვს დაცვის მხარეს ესეთი მტკიცებულებები, რომლებსაც შევეცდებით, რომ ის თითქოს ირიბი და ბრალდების არადამადასტურებელი მკვლელობის ორგანიზების მტკიცებულებები, რაც არსებობს, ესე ნაბიჯ გავაკეთეთ. დაცვის მხარის მტკიცებულების გამოკვლევა დაიწყო, მათ დაკითხეს მაქტიკომის წარმომადგენელი, ერთი იურისტი და ერთი ტექნიკური წარმომადგენელი და გაამახვილეს ყურადღება ანძების გადაფარვასთან დაკავშირებით, ანძების დაჭერასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. რაც შეეხება ხარ რამდენად მნიშვნელოვანია მასთვის ალბათ თვითონ გადაწყვეტენ, რაც შეეხება ბრალდების მხარე, ის რაზეც აპელირებს დაცვის მხარე და რატოც უნდა ამ მტკიცებულების გამოკვლევა, ჩვენ ამას შევაფასებთ დეტალურად, რომ რასაც თვითონ უთითებენ, ეგრე არ არის საქმეში წარმოდგენილი და საქმეში დიახ დადასტურებულია, რომ 15 თებერვალს გიორგი მიქაძეც, დავით მიქაძეც შეხვდა სასტუმრო თაუერის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ჯოხაძეს. და გამშვების ბოლოს ჩვენ ისე ვუბრუნდებით სამების საკათედრო ტაძარს, სადაც ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პანაშვიდი მიმდინარეობს. როგორც გითხარით, ცოტა ხნის წინ ტაძარში მივიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი, ისინი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებიან ტაძარში. ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები, კადრებში ჩანდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ისინი ამ წუთებში რჩებიან სამების საკათედრო ტაძარში, სადაც როგორც ხედავთ თქვენ პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს პანაშვიდი. ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეებიც, მრევლი ხალხმრავლობა დილიდან დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში პრინციპში ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა, იმიტომ რომ სპეციალური კომისიის და სინოდის წევრების გადაწყვეტილებით გადაწყდა, რომ 24 საათის განმავლობაში იქნება ღია სამების საკათედრო ტაძარი, იმიტომ რომ მრევლს ჰქონდეს შესაძლებლობა ნებისმიერ დროს მივიდეს ტაძარში და დაემშვიდობოს ადამიანს, რომელიც იყო საქართველოს ეკლესიის სათავეში 59 წლის განმავლობაში და რომლის 8 წლით არის უდიდესი ეკლესიის და ხალხისა და ეკლესიის დაახლოების პროცესში, ისევე როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერების პროცესში. ჩვენ 2 დღის განმავლობაში, 3 დღის განმავლობაში ვსაუბრობთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც ამ პერიოდში გადადგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, იმ მიღწევებზე და იმ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებზე, რაც თითქმის ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში განხორციელდა მართლმადიდებელი ეკლესიის
აღორძინების შეიძლება ასე ითქვას მიმართულებით ჩვენ ქვეყანაში. როგორც იცით, გადაწყვეტილება მიღებულია და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 22 მარტს თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაგზალავენ კვირას. ეს იყო თავად პატრიარქის სურვილი, რომ ის დაეგზალათ სწორედ სიონის ტაძარში და ასეც მოხდება, მანამდე ის იქნება დასვენებული სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს პანაშვიდი, მთავრობის წევრების ნაწილი, ასევე მრევლი ტოვებს ახლა, როგორც ჩვენ ვხედავთ კადრში, სამების საკათედრო ტაძარს. ასევე ცნობილი არის ისიც, რომ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მსოფლიო პატრიარქი ბართლომე. მან თავად გამოთქვა ამისი სურვილი და ეს ინფორმაცია ჩვენ გადავამოწმეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც დაგვიდასტურეს, რომ სწორედ პატრიარქის გასვენებას და ღონისძიებას დაესწრება მსოფლიო პატრიარქი ბართლომე. ის ჩამოვა საქართველოში თბილისში სპეციალურად ამ თარიღისთვის და 22 მარტს უკანასკნელ გზაზე გააცილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. მინისტრებს ვხედავთ ჩვენ მინისტრთა კაბინეტის წევრებს, რომლებიც მთავრობის მეთაურთან და პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ცოტა ხნის წინ ლოცვა აღევლინა, გადაიხადეს პანაშვიდი, რომელსაც ოფიციალური პირები დაესწრნენ, ასევე ტაძარში, როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ადამიანი არის შეკრებილი, რიგითი მოქალაქეები, მრევლი 24 საათიან რეჟიმში მიდიან და უკანასკნელ გზაზე აცილებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. ეს იყო ბოლო ინფორმაცია, კურიერი გემშვიდობებათ 9-მდე დროებით.